ხდება, მითხარით, ნუ გამაგიჟეთ კაცი. მამე ორსულად ვარ. სასწავლებლად სასწავლებლად დაანებე ჩემს უსთავი ვაი მე თუ დირექტორთან არავიდე და შენი თავი არ გავარიცხინო შეგათახსირებულა უთხარი ამ შენ გათახსირებულ შვილსა ჩემ ოჯახს თავი დაანებოს თორე მე ვიცი მე რე იწოდე უზღდელი ხარ შენ რა მეტი არაფერი დამანებე რა დაგანებო შენ გიჟი ხო არა ხარ გოგო დაიძინა დათო. კი. მაგრამ არ შეიძლება ესე. ესე როგორ დედა? ესე ყველაფერზე ეჩხუბები. უკვე უმიზეზოდაც ეჩხუბები. უმიზეზოდ არ ვეჩხუბები. მესმის შენი, მაგრამ იმასაც ხო უნდა გავუგო. რა გავუგო დედა? არაფერს გაკეთება რო არ უნდა? ხო ცდილობს რაღაცას. მეგონა ჩამოვიდა და დაჭკვიანდებოდა და მეხმარებოდა. ხო იცი როგორ უყარ ხარ. კაი დედა რა. შენ გონი ახლა მე ვამართლებ დათოს აქციელს. მაგრამ არ მინდა დედა რომ ოჯახი დაგენგრეს. პირველ რიგში ლიზიკოს გამო ვნერვიულობ. ბავშვს ყოველდღე ისედაც უჩხუბი ესმის. რაც ეს ამბავი დამემართა. ყველაფერზე სხვანაირად ვფიქრობ. ადრე შეიძლება მეთქვა, ხო, მაგა მიდი გაშორდი მეთქი, მაგრამ ეხლა ვერ გეტყვი დედა. შენ არ იცი რა ძნელია ბავშვის მარტო გაზდა. მით უმეტეს გოგოსი, ჩემზე კარგად ეგ არავინ არ იცის. მაგა ძალიან გაგიჭირდება ლიზიკოს მარტო გაზდა. იფიქრე ხლა ბავშვზე. ვფიქრობ. ვიცი დედა რო ფიქრობ, ვიცი. ერთ რაღაცაზე ვოცნობდი მარტო. რომ ნორმალური ადამიანები ვიტყოცხოვრა. ერთმანეთს გვერდში დავდგომოდით, მაგრამ არა, ჩვენ ყოველთვის ყველაფერი უკუღმა მიგვდიოდა. კაი დედა გამოსწორდება რაღაც. არაფერი არ გამოსწორდება ლეილა. ვერ ხედავ სხვებს რა პრობლემებია, ვერ ხედავ. და ჩვენ რა? ხანდახან არის რომ ბავშვს რა ვაჭამოთ ის არ ვიცით. და ეს კიდე არ ფიქრობს არანაირი სიტუაციის გამოსწორებას. კაი დედა დაწყნარდი. დავიღალე რა. ვიღაცა უნდა გყავდეს გვერდში ისეთი, რომელთან ერთადაც გადაწყვეტავ ამ პრობლემას და მე არავინ არ მიდგას გვერდში. მუშაობა დავიწყე მეთქი რაღაცა იქნება თქო და ეს ამის პრობლემებსაც მე ვაგვარებ.
სულ არ გამახსენდა იზვინი რა იცაც დაიცა. გადავჭირდა. არ წავიდეთ. ხო, წავიდეთ, აი ეხლა გავიგზავნე ჩაის დავიდე და გავიდეთ. მიდი რა დროზე თორე მუშები ველოდები. დღეს შპალეთს ვაკრავ, ხო? ხო, იმას მანქანაშიაც დამიტოვე. ხო, ისმე მე ელენეს გავუვაროთ. იმასაც აინტერესებს როგორი გამოვა რა. ისმე ჩაის არ დალე, ხო და კი, სანამ გამიზადები ჩაის მაინც და. ხო, ბრატ. შენ არ გშია ანდრა, მე ვეთქვი გაგიმზადე. არა, ნაჯამი. მართლა რა. გაიზმა. ძლივს დამშვიდე რა. გამარჯობა რა. გაგაგვიძა რო ინდივიდია. და რა, თუ დააწყნარე ძლივს რა, რა რა ვიცი, ანჯელი და მტირის აღარ შემინია უკვე. აბა დაწყნარდაო. ეს გუშინე დღეს უკვე ზეგათენდა. ხო, მილონის ბრატი, ავითომ თუ რა დოდიეს. ჩი რა ვიფიქრი იქნება ყური აწუხებს მეთქი და ყური რატომ? ბიჭო, ვაფშე ექიმთან რო წაიყვანოთ. ხო, რაზეზე წავიყვანოთ რა. დღეს ხა ხო, აბა როდემდე გადავდა, ხო ხედავ გამიგიჟდა. შენ ტაქსით ვერა ხო? ატირებული ხო, ვიცი რა. კაი მაშინა. კაი მაშინ უცებ ჩააცვი რა, მიდი რა. კარგი. ეხლა მე განძე. ძალიან უცებ გეხვეწები რა. ეხა ელენე გაგიჟდება იმას რა უხსნა ეხლა. ბიჭო, ელენეს მე გავული და გავეყოლე პრობლემა არა. ხო, შენ გაუვარე, მისმინე მე ამათ უცებ მივიყვან, მოვიდა. ძალიან შუსტად ვიზავდა. მე ნეკლევი იქ მოვალ რა. მანამდე შენ გაუვარე, მე აქცია რა. კი, პრობლემა არა. აი, ხო. ზაზა, მან სამგარებულში მაგიდაზე ბავშვი სათამაშოა და წამომიღე რა. ხოიცავს უკვე. გასავიძია. მთელი ღამე აქ გააცენე. არა, დავწექი, მაგრამ მაინც არ დამეცინა. აგამოჩენილა? არა. ბურეკავდა გამართული აქვს. ვეღარ მოახერხა ალბათ ამოსვლა. რა ვიცი, ხომ ეთქვა მაინც არა. თანიცი რა. ალბათ დაიბნა, ხო? ამდენი ხნის მერე რო არ დაურეკე. რა ვიცი, არ იქნებ საერთოდ აღარც უნდა ჩემი ნახვა. როგორ არ უნდა უბრალოდ? ალბათ მართლა დაიბნა. დარწმუნებული ვარ, რომ შენზე მეტად უნდა შენი ნახვა. არა და ისე დარწმუნებით მითხრა რომ ამოვალო. ხო უთხარი რომ საქმე გაქვს. ხოთო ნუ დაელოდე რა, არაფერია საგანგაშო. თანიცი რა არ მინდა. რომ თითქოს ვაიძულებდეთ ჩემთან ურთიერთობას ამორსულობის გამო. შენ ხო ამას სერიოზულად ამბობ? აი მე არ ვიცი, მე კი რა 1000 სისულელეზე ვფიქრობ. აი წავალ დავწვევ იქნებსა და დავიცინა. კარგი, მინდი თუ დარეკავს გაგაღვიძე. ხუთი დღის წინ მომხდარი თავდასხმის საქმე მოდებაძის ქუჩაზე გახსნილია. ქუჩის სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მასალის თანახმად დაზარალებული რეხვიაშვილის ცემის ფაქტზე ეჭვმიტანილია ორი ადამიანი, რომელთაგან ერთის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, მეორე პირი 35 წლის ლევან წეროძეა. პოლიციის ხელთარსებული ინფორმაციის თანახმად დაზარალებულ რეხვიაშვილსა და წეროძეს შორის უთანხმოება პირადი ანგარიშტორების საფუძველზე მოხდა. გუშინ ღამით თბილისის ტაბახმელის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად ეჭვმიტანილი წეროძე გადაცვლილი იქნა. ნანა მათხარ შენ. ხო, აგერ მავლაგებ. დღეს ისაუზმეს ტელევიზორთან და დაგისხა ყავა. მე თვითონ დავისხა. მოიცა მოვდივარ აგერ. ყავი შენ წედები. ხო, ცხელია ეგ ხავადოა. წანი. ეს რისი კრუასანია, ნა? მე მგონი შოკოლადის არის. ორა კაია. შენი საუზმე? კი, ვისაუზმე. ყავასაც არ დალე? არა, არ მინდა, მადლობა. მაიმი, იმ დღეს რომ მითხარი რაღაცის თქმა გინდოდა. მაპატიე რა ვერ მოგისმინე, რა იყო? არა, არაფერი ისეთი. მითხარი რა მოხდა? არა, მართლა ნანა, რაღაცას მიმალო. არა, არაფერი, უბრალოდ მაგას აქ რაღაცა პრობლემები.
მე რამე შემიძლია დაგეხმარო? არა, უბრალოდ. ალბათ თავისით მოგვარდება და რა ვიცი, თუ რამეში დაგჭირდი ხო ვიცი. ვიცი. გინდა რამას უთხრას, დაგიდგებით გვერდში ყველანაირად ხო ვიცი? ვიცი, აბა რა, მაგრამ მე რატომაც გონია რომ თავისით მოგვარდება და საერთოდ აღარ მინდა მაგას ვლაპარაკი. აი, ჩაის დაგალევინებ, ხა დაგამშვიდებს ცოტა, ხო? არა, არ მინდა მადლობა. მომისმინე ნანა. წადი ხა შენ და დაისვენე რა. არა, სამბობო, ამრავი საქმე მაგას. კარგი ხა რა. დღე მაინც არავინ არ არის სახში საღამოს მოვლენ და თუ რაიმე მოუნდება დიდები არიან და გაიკეთებენ. შენ დაისვენე და კარგად რო იქნები გამოდი. კარგი. დიდი მადლობა რა. არა რა მადლობა ნანა. მადლობა. საათრაკამდე ხას რა ლექციაზე. ატრაკით ამ თქვენ ლექციებით საქმე შკოლნიკები ხართ. ბიჭო გააძრე ხარ, ისთვის ამოგუყვანია, მა? ტარამ! როგორია? ეს რა არის, ბიჭო, პირველად ხედავ და ძალიან მაგარი რამეა. ხედავ რას მაზავდი შენი სირი ლექციების გულისთვის, შეჭამე. ბაზარი არა, ბიჭო, მომისმინე. რა? ბიჭო, ამას თუ აქ გავაძროვდი, ძმაო არ მეგონა რა. ძალიან მაგარი რამეა. ბიჭო, არ ვიცი ზოგი რას ეძახი, ზოგი რას, მაგრამ ბერლინში გავსინჯე პირველად შეჩემა. მენა ისეთი პრიხოდები ქონდა, გამაგიჟა რა. და რამდენხნიანია? 5-6 საათი ძალიან მაგრა ვიყავი, ლიჩნად მე და. ბაზარი არა. ბიჭო, ვაფშე სად გაჩერდა შეჩემა? ხოდები მაგ შეჩემა. აი, ასნადი, შენ თუ ახალი რამე. ანუ სვამთ, ხო? ო, ბიჭო, ბაზარი არა მან, რავი, გავბაიცდე. არა, გავიდეთ სადმე, ხოძე ხაში. გავიდეთ, ხო? მოვალე, ხო, წყალს მომიტან რა. ბიჭო, რა გჭირს შენ? ბიჭო, რა შენს რო არიცი რა არის ხოლმე ხა. აი, მე ხან დავები შეჩემა, გეგეშა ცუცხوار გაჩიტავდა და. ალო. ბაკო, სად ხარ? რა არის კეთი? სად ხარ მაინტერესებს. ძმაკაცთან, ნუ. და სახლში რატო არ ხარ? რატო უნდა ვიყო, ვერ გავიგე. ხო ხედავ დედა, როგორ ნერვიულობ შენ გამო. აუ, კეთი გეხვეწები რა. მიდი რა დროზე სახლში. კეთი ახლა ნერვებს მიშლი რა. ხომშვიდობა. ამიტრაკეს საქმე. აი, არ დაიგრუზო, დავაი, დავლიეთ. ოპა, შენ კენაცვა. დავაი. მიდი დალიე. მიდი შენ დალიე, მე რატო დავლიო პირველ. შენ დალიე პირველ. აი, შენ დალიე. დალიეთ, ეხა შეჩემა, რა გჭირს? აი, ოპა. ვაი, ბიჭო. ბიჭო. წამო რა. წამო, ბიჭო, წამო რა. ვიმე დაგოიძრა ჩემი. ვიმე. წამო რა, ბაბას გაფიცებ რა. წამოვიდე, მოიფიქრე რა, მე ესაკიდია. ხო არა, საერთოდ დავტოვო, ბიჭო. აუ, ჩემი დედა. აუ, წამო რა, ბიჭო. მოიფიქრე, მოიფიქრე, ლეზემკიდია. უნდა დავრეკოთ შეჩემა. სად? სასტაფში უნდა დავრეკოთ ლეზემკიდია. არა, ბიჭო, არა, პატრონიო, არა, მოიცა. წამო რა, ბიჭო, რა, წამო რა. ჩემი სახლიდან სად წამოვიდე, შენ ყლე ხო არა ხარ, ბიჭო, ხარ. ბიჭო, ვაკო. ვინმე წამო რა, აბასამაში ჩავა. ხო, აბასამაში ჩავა. ვაკო, მოდი, მომეხმარე, ბიჭო, მოდი. ვაკო, მოიცოდი, აი, მოიცოდი. აუ, აბასამაში ჩავა, მოიცო, ბიჭო. მოიცო, ვაკო.
ანა მაშინ როგორ ხარ საყარელო? აუ რა, ცოტა დავიღალე. აი, მე ვიცით დაღლილი ვარ. აი, რამდენად გავიხარჩევ თვალით. ოქელი დღე არ გავჩერებული ვარ. ყველანაირ ადამიანს გავუკეთე გრიმი. 4 წლის ქალი დაწყებული, 7 წლის ბავშვი დამთავრებული. ისე დღეს შენი სერიალის გადაღება არ არის და რატომ მოხვედი? ხო რა, ჩვენება დამირეკეს რომ რაღაც ახალ პროექტს ვაკეთებთ და მაგიტო შემოვიარე. მეც გავიგე და ჩვენები აკეთებენ? გოგო დეტალები არ ვიცი, არც ის ვიცი ვინ იღებს. ეგენი ვაფშე არაფერს არ ამბობენ. ჯერ პროექტი უნდა დასრულდეს, დამთავრდეს, რაღაც დაალაგდნენ და მე გაირკვევა ეგენი რა. ერთი რაც მითხრას რომ ცნობადი სახე გვინდაო, ლამაზი, ჭკვიანი და ისეთი რომ ხალხს ძალიან უყვარდესო და რა იქნება ნახოთ. და ვინ გადაწყვიტეს? ნუ მე დამიკავშირდნენ ახლა მაგ მოთხოვნებს ვაკმაყოფილე. უეჭველი მე ამყარი. მეც გამოვშტერდი რა. თან შენ მართლა ყველას ძალიან უყვარხარ. ჩემი პატარა დიშვილი გიჯდება შენზე. საყვარელი. იცი რა მაგარია ხალხისგან ეგეთ სითბოს როცა იღებ, აი ძალიან. ვინ მოგწერა? ვინ მოგწერა? მეგობარი. კაი რა, მეგობრის მოწერილი ესე არ გაგიხარდებოდა. აუ, ანუ რა, ბიჭია, რომელიც ძალიან მომწონს. ზუსტად ვიცოდი. გიორგია ხო? ხო, მაინც მათქმევინე. აუ, მითხარი რა და პონჩი ხართ ერთად ხართ? ნუ ერთად არა, მაგრამ ის სულ მწერს, სულ. აუ, რა მაგარია. ძალიან მაგარი ბიჭია ხო? კი, კარგი ბიჭია მართლა. აუ, მაშო. შენ მე მგონი შეყვარებული ხარ უკვე. სიყვარულის რა გითხრა, მაგრამ ისეთი კაცების კატეგორიაში შედის, რომ ცოლად რომ უნდა გაყვე. მაშო, გონი მაგას მალე ცოლადაც გაყვები. კაი, ანა, ხა, მაგდენი არ ვიცი, მაგრამ ნახოთ. რატომაც არა. გამარჯობა იკა გენაცვალე. მე ნანა დეიდა ვარ, ვაკოს დედა. შვილო, ვაკო შენთან ხო არ არის? არა, არაფერი, უბრალოდ მაინტერესებდა, ხომ არ იცი სად არის? მართლა? ხო, კარგი, თუ გამოჩნდა უთხარი რა დამირეკოს. კარგი შვილო, მადლობა. ლეილა სახში ხარ? რა იყო ნანა ხომ მშვიდობა? არაფერი კაცო, ვაკო არ არის სახში, გამარჯობა დათვენად. უკაცრავად რა ესე დროს რო გაწუხე. კაი კაცო, რა უკაცრავად? ნანა რა ხდება ხარი? არაფერი ვაკო არ არის სახში, ურეკავ, არიღებს ყურმელს. კაი იქნება ბიჭებთან არის, სადმე რა იყო? შეიძლება არ ესმის და მოდი არაფერია. და საწავი და არც ის არ იცი? არ ვიცი, ქეთი მელაპარაკა შუა დღეს და ჩემ მეგობართან ვარო, მაგრამ მეც ურეკავ, ქეთიც ურეკავ და არ ვიცი, არ გპასუხობს. ნუ რა გინდა ეხა ბიჭებთან ერთად თუ ყოფილა და შეაწუხეთ სადახარ და აღარ აიღო ტელეფონი ალბათ. რა იყო? მაგასთან ვერ დაურეკეთ ნამდვილი. არ ვიცი ვისთან არის და სად დაურეკო. კაი მოდი მაშინ დავრეკოთ პატრულში. რა იყო? არა, პატრული მეც ვიფიქრე, მაგრამ რა უთხრა ლეილა, ტელეფონს არ იღებს ჩემი შვილი თქო. რა პატრულში ლეილა, წარმოვიდგინე ახლა მე რამდენჯერ დავაგვიანებ თქვენ როსო პატრულში გერეკათ, რა გამოვიდოდა? არ ვიცი არა. არა, ესე ადრეც მეც არ ვინერვიულებდი ეგრე, მაგრამ გუშინ ვიღაც ქალი მომივარდა. ვაკო სამხანაგის დედა.
არა, მაგის შვილი იყო ერთხელ ჩემთან, გოგო. ხო და რა ვიცი დამემუქრა ლეილა. შენმა ბიჭმა ჩემ გოგოს თავი თუ არ დაანება, ჩემ ქმარს ვეტყვი და სხვანაირად დაგელაპარაკებიან. და ვინ არიან, რას ერჩიან ვაკოს? რა ვიცი, ვკითხე ვაკოს და არაფერი არის ისეთი არ მითხრა და რა ვიფიქრო ახლა აღარ ვიცი. მე წავიდეთ მოვნახოთ ის მისამართი არის იცით? არ ვიცი ერთის ვისიც ვიცოდი დაურეკე იმას შვილო და რა ვიცი არაფერი არ ვიცი არ მინახავს. კაი, ნანა, ეხა დამშვიდი, დაწყნარდი, გამოჩდება, საწავა. დაჯექი შენ არენერულო ჩაის დაგიდგავ. გენაცვალე, დამშვიდი, ყველაფერი კარგად იქნება, არიტირო. უნდა წავიდე. სად უნდა წახვიდე? არა, უნდა ვნახო. ჯერ არ მოუყვანია. აი მე ჩემი ბრალია ყველაფერი მე დაურეკე და მე ვთხარი ამოდი თქო. ვიცი, დაწყნა. მოგიმზადებ, დღეს მთელი დღე არაფერი გიჭამია, როგორ შეიძლება? მართლა არაფერი არ მიწევ. არა, ჩაიც მაინც დალიე, ძალიან გთხოვ. ცუდად გახდე. ой, რა მინდოდა, მითხრა, რატო დაურეკე, რა მინდოდა, რაცა. ნასვამი იყო, მაგრამ შენ ხომ არ იცოდი. ყველაფერი ჩემი ბრალი. ყველაფერი კარგად ამბავიც ვერ ვთხარი. შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, ახლა დაწყნარდი, გთხოვ. მე საბას რა იშველება, აღარც დედა, აღარც მამა. დამშვიდ. ნინო თავი ხელში აიყვანე. არაფერი არაა შენი ბრალი, არაფერი. ყველაფერი ხდება, მამა, ყველაფერი ხდება, მაგრამ ცხოვრება ხო გრძელდება. დალი მოგიმზადებ კიდევ. არაფერი არ მინდა, მართლა არაფერი არ მინდა. დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება, არიტირო. არა ქეთი, არ გამოჩენილა კიდე. რა არ ვინერვიულო დედა. ხო, კარგი. კარგი ხო რომ გამოგწდება დაგირეკავ აბა რას ვისა. ეი! ფეგის ხმარი, მე მგონი ვაკოა. მართლა? აი, ვიცი ხა ნამშვიდად, მე ვიყავ გამო. ვაიმე, ვაკო. აი, სად ხარ? მეგობართან, რატოა? ვაკო, ტელეფონს რატო არ იღებ? მთელი დღეა გირეკავ. შეხედე რას გავსა? შვილო, გული კინაღამ გამისკდა, სანდადი ხარ მითხარი. აი, ნანა, რა გული გაგისკდა, ვერ გავიგე, და გემართ. პატრონთან კინაღამ დავრეკე, იცი შე? პატრონთან დარეკე, ნანა, რა და გემართა შე, რა გჭირს, მეგობართან ვაკო! და მოვედი თქო რა. კაი, ნანა, კაი, დამშვიდი, მთავარია მოვიდა და ცოცხალია რა. აი, ზოგორჩა წავედი. მიდი შენ დაელაპარაკე. მე რა უნდა დამელაპარაკე? რანა კიდე პატარა ბავშვია, ბლოდი. შედი მე ნანასთან. ნანა, კარგი ეხა დამშვიდი. ალო, რატო ანერვიულე ხალხს, რა? აი, რა დავიცაი კიდე რა. იგი დავიკიდე, მაგრამ ერთი დარეკვა დაგერეკა და მორჩებოდა ამბავი, აღარ ენერვიულებდა და მორჩა. აზარი არა, პროზა ხვდები რა, უძებ და პანიკდა ეთყობა. მოვიდოდი აბა სად წავიდოდი და მაგარი დაბულილი ხარ, ხო? არაფერი ისეთი. მე მოძრაობ ეს დაბულილი ქალაქში, არ ჭირ ვაპასნი. ეგრევე ბაინძე წამოვედი და ატრაკებ რა მაგას რა. კეთის რეკავს მთელი ღამეა და არის ერთი ამბავი რა. ვიცი და იგიდე დავით რა. ოკნაი. აი, დაიძინე, მიდი. ოპა. კაი, ნანა, არიცი ხა ბიჭების ამბავი, გადაულის, რა ასაკი აქვს ეგეთი. არ ვიცი რა ლეილა, არ ვიცი. ანდეიდა. დღეს ნუ დაელაპარაკებით, ან დაიძინა რა და ხვალ დაელაპარაკე რა. არც ვაპირებდი მაგასთან ლაპარაკს. კაი, ხო და დამშვიდი, ხა დაწყნარდი. ლეი, წავედით? წავედით, ხო, მე წავედით. მეუკაცრავა და ბოდიში. კაი, ნანა, ხა რა ბოდიში. ქეთის დაურეკე. კარგი. კარგად დაბა დროებით. მიდი, დამშვიდი ხა. სად ხარ ამდენი ხანი რატო არ გამომიარე?
ხო, არა, უცებ რაღაც საქმე გამომიჩნდა რა. როინმა ხო გამოგიარა შენ? კი, როინმა გამომიარა. მაგრამ შენთან ერთად მინდოდა რომ მენახა. ხო, მაგრამ უცებ გამოჩნდა რა ეს საქმე რა. და რა საქმე გამოგიჩნდა? ბინაში რაღაცა გაყვანილობა თუ რაღაცა გაცკდა რა, არ ვიცი, მუშემა დამირეკეს, ჩავედი და მე კიდე პრობლემა გაიჩნდა და მთელი დღე ვიყავი მაგაზე რა. მართლა? და როინმა რო სულ სხვა რამე მითხრა? სულ სხვა რამე რა გითხრა ეხლა როინმა? რაიყო, ვერ მოასწარე შეთანხმება? აი, რა შეთანხმება, რა გჭირს ე? არა, არაფერი არ მჭირს, ზაზა, შენ ერთს მეუნები და ის მეორეს. რა ერთს გეუნები და რა მეორეს? როინმა რა იცი ეხლა, ყველაფერს როინს სხვა რო ეტყვია რა. კარგი, რა ზაზა, ერთმეტის გარეშე არ დგავთ ნაბიჯ შენ და როინი. კარგი რა ნაბიჯ, ეხლა საქმეში ვართ, ერთ საქმეს ვაკეთებთ მხოლოდ თორე. მე არ ვარ მაგ საქმეში, ერთად არ ვაკეთებთ სალო? ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ სალონის გარდა ხომ არის არა კიდევ 1000 სხვა პრობლემა. ხო და მე არ შეიძლება და როინი წასულიყო იმ სხვა საქმეზე და შენ ჩემთვის გამოგია აი, რა. ხო ჩვენი ბინის ამბავზე როინას ვარ ბენინებდი? რა პონჩი ვარ ბენინებდი? ზაზა, რა მნიშვნელობა აქვს გამაგებინე როინი სალონში დაადგება მუშებს თავზე თუ სახლში? ხო, არ ვიცი, კაი. აი, ამ ქორწილისი მოვიჩხუბებთ ეხლა რა. ხო, კაი. კაი, ის მითხარი, მოგეწონა სალონი. კი, მე მგონი ლამაზი გამოდის. მე მგონი კი ნახე რა მაგარი გამოვიდეს. თავად მე ვიმუშაო თან, მაგრამ თორე იცი რა მაგარი გამოვა. კაი, ხო იცი როგორ მიყვარ. გეხვეწები ესე აღარ ვიჩხუბოთ რა. მეც მიყვარხარ ეგ რა შუაში. ეს რა არის? ეს რა არის? ეს იმას დარჩა რა, ჩემი ნათესავი გადამაწდა დღეს ამ ბინის ამბებზე რო დავრბოდი რა. და შენ ნათესავი ბავშვის სათამაშოთი დადის? არა, ბავშვთან ერთად იყო, ბავშვის სათამაშოებით რა დაივლიდა. ბავშვთან ერთად იყო და დარჩა, იცი რა მაგარი ბავშვი ყავს, აი ესეთი ბუთქუნა არის. და რატო არ მითხარი? რა უნდა მეთქვა ეხლა? ბავშვი რა მახსოვს ეხლა და სათამაშო, კარგი რა, კარგი 1000 რაღაცაზე დავრბივარ ეხლა. ავიცი მე. კარგი, კიდე მეჩხუბები, ნუ მეჩხუბები რა. კარგი ჩხუბები. ხო არა, მე ვცდილობ რაღაცები, ვირბინო, გავაკეთო, ღვთისმსხალობთ ყველაფერი კარგად გამო, შენ მაინც მეჩხუბები. და ვინ ნათესავი იყო? ის არის, მამა ჩემის ბიძაშვილია, ქორწილში გაგაცნო. იცი რა მაგარი ოჯახია, რა მაგარი ხალხია. თუ მივედით ქორწილამდე კი. თუ მივედით რა არის? ის არის რომ ისე იქცევი, როგორ ყველაფერში ეჭვენ პარება. აუ, კარგი რა, რას ვიქცევი, რატო გეპარება ეჭვი? არ ვიცი, ვცდილობ საქმე ვაკეთო. აი, აღარ გიჩხუბები. კაი, მოკლედ წავედი რა. და ისა, საწახველი. უნდა წავიდე, იმიტომ რომ სალონში მეორე საქმე. დაიცა, ესე ნუ წახვალ ეხა რა არის, წავედი, გადასვლა რა არის. ჩამეხუტე და ისე წადი რა, კაი. გაბრაზებული, ეხა მიბუტები და ნუ იბუტები რა. არ მიბუტები, არა. კაი, ხო არ იბუტები. არა, არ იბუტები. მიდი, კაი, არ გაიბუტო, არ ვიჩხუბოთ რა. აი. მიდი, ჭვია. ეს შენ ნაცნობს გადაერჩი, ხო? რა ნახავ? მოდი. გაიგე. რა? ლევან წეროძე როგორ გაიცვალა? ხადაო? არა, ტელევიზორში ყოფილა ავარიაში მოყვა, მე არ მინახავს. აუ, საწყალი როგორ შემეცოდა. მოდი შემოვიდე.